ბიტკოინი ახალ რეკორდზე ავიდა და დაახლოებით $123,000 ფარგლებში ივაჭრებოდა. დაბრუნდა ეთერიუმი 8 დღე მხოლოდ ზევით ადიოდა და მიაღწია $3,700-3,800 ფარგლებს. BlackRock-მაც, რომელიც ფლობს ყველაზე დიდ ETF-ს ეთერიუმში, იმათმაც გადაწყვიტეს, რომ დაამატონ სტეიკინგის ვარიანტი და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ეთერიუმის ETF-ს. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან. ეს არის ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა კრიპტო ნიუსები, სადაც გაცნობთ ახალ ამბებს კრიპტო სამყაროში. გამოიწერე ჩვენი არხი, თუ ეს თემა გაინტერესებს. დღეს ვილაპარაკებთ სამ სხვადასხვა თემაზე. პირველი, რა ხდება ბიტკოინზე, რა მოუდინები არის მასთან დაკავშირებით, სად მიდის ეთერიუმი და ზოგადად ალტსეზონი გვექნება თუ არა და რა ფორმით გვექნება. დავიწყოთ პირველი თემით, ბიტკოინი. როგორც იცით, წინა კვირაში და ამ კვირაშიც ბიტკოინი ახალ რეკორდზე ავიდა და დაახლოებით $123,000 ფარგლებში ივაჭრებოდა. თუმცა ცოტა ჩამოვიდა და ეხლა დასტაბილურდა $118,000-ის ირგვლივ. როგორც წესი ხომ როცა ხდება ესეთი ზრდა და მე პატარა ქვევი ჩამოსვლა, დიდი პანიკა შემოდის ხომ ბაზარზე, გეკონება გუშინ წინ რაღაცა არ ღირდა $112,000 ბიტკოინი. ძალიან კარგი არის, რომ all time high-ის ცოტა ქვეშ რაღაცა სტაბილურობის განცდა ჩდება. შეიძლება ეს გაგრძელდეს რამოდენიმე დღე, კვირა და თვე არ მგონია, მაგრამ ეგეც შესაძლებელია და მე უკვე შემდეგ ნაბიჯს გადადგავს ბიტკოინი. ეს ნაბიჯი რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება გარესამყარო როგორ რეაგირებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ინვესტორები როგორც ETF-ში, ასევე პირდაპირ ბიტკოინში. ერთი კარგი ამბავი არის, რომ საკმაოდ დიდი გაყიდვები ქონდა ბიტკოინში, არ ვიცით ნახეთ თუ არა, მაგრამ რამოდენიმე ძველი ეგრეთ წოდებული ვეშაპი გაიღვიძა და wallet-ებზე სადაც დიდი ხანი რაღაცა წლები 10 წელიც კი არ ყოფილა არანაირი ტრანზაქცია, უცბად გააქტიურნენ და გაყიდეს თავიანთი ბიტკოინები. ქონდა ერთი მაგალითი, რომ ადამიანმა რაღაც $150,000-დან რეალურად მიიღო რამოდენიმე მილიარდი და ეჭირა ბიტკოინი ძალიან დიდი ხანი და ეხა მიიღო გაყიდვის გადაწყვეტილება. როცა ადრე პერიოდს ვადარებთ, ხო, მაშინ როცა ხდებოდა ამ ხელა გაყიდვები, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახებოდა ხოლმე ბიტკოინის ფასზე, თუმცა ეხა ეგ ყველაფერი არ ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ბიტკოინს გაიყიდა, ბაზარმა მოკლედ არანაირი რეაქცია არ აჩვენა, რაც ძალიან კარგია. საინტერესო იქნება ეხა როგორ გამითარდება ბიტკოინის თემა იმ კუთხით, რომ ამერიკაში და სხვა ქვეყნებშიც უკვე შემოდიან კომპანიები, რომელიც ყიდულობენ ბიტკოინს, ხო, მაგაზე ხშირად გვილაპარაკია. და სტრატეგია არის ძალიან მარტივი, ესე რომ ვთქვათ, კომპანიას აქვს ზედმეტი ფული, ყიდულობს ბიტკოინს, მერე იმ აქტივებზე, რაც გააჩნია, იღებს ცესხს, ყიდულობს კიდევ უფრო მეტ ბიტკოინს და მოუდინი არის, რომ ეს გაგრძელდება და გაგრძელდება. ჯერჯერობით მხოლოდ რამოდენიმე კომპანია ამ ყველაფერში ჩართული, თუმცა რაოდენობა კომპანიების იმატებს. მაგრამ ჯერ არ მივსურვართ იმ სიგიჟემდე, რომ ეს ხდება რაღაცა ყოველდღიური ამბავი, რომ ყოველდღე ახალი კომპანია ემატება და შესაბამისად მგონია, რომ ესეც მოხდება და მე უკვე მაგამდე რომ მივალთ, მე უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ რაღაცა ისეთ პიკში ვართ, რომ ბიტკოინიც უკვე მეც ვეღარ შეძლებს და ბევრ კომპანიას შეიძლება პრობლემებიც კი შეექმნეს, იმიტომ რომ სესხით ნაყიდი ექნებათ ბიტკოინი, ბიტკოინის ფასი თუ დავარდა, მე უკვე ფულს შეიძლება ვერ დააბრუნონ და ასე შემდეგ და მე უკვე რაღაცა დომინოს ეფექტს ვიღებთ, სადაც ყველა დომინო ვარდება. თუმცა ჩემი აზრით მაგიდან ჯერ შორს ვარ. მეორე ნაწილი არის, როგორც ვთქვით, ეთერიუმის ამბავი. ეთერიუმი დიდი ხანი მკვდარივით იყო და არაფერი არ ხდებოდა ეთერიუმის ბლოკჩეინზე. მათ შორის ფასიც არ იზრდებოდა, პირიქით რაღაცა დეკემეში კი გაიზარდა, მაგრამ ეგრევე ჩამოვარდა და რამოდენიმე თვე ქვევით მოდიოდა და შესაბამისად ძალიან ბევრი გადაობა იყო ეთერიუმთან დაკავშირებით, რომ გადაასრებს Ripple, გადაასრებს Solana, მკვდარი ბლოკჩეინია, არაფერი არ მოხდება და ასე შემდეგ. თუმცა დაბრუნდა ეთერიუმი და წინა კვირაში და რამოდენიმე დღით ადრე 8 დღე მხოლოდ ზევით ადიოდა და მიაღწია $3,700-3,800 ფარგლებს. რატო არის ეთერიუმი საინტერესო? იმიტომ რომ რეალურად რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ხო, თუნდაც სტაბილური კოინების ახალი კანონი და მე ეს ამის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს და პირველ რიგში სად მოხდება ეს ყველაფერი? ეს მოხდება ეთერიუმზე. ეთერიუმს კიდე ერთი კარგი რაც აქვს არის ის, რომ არსებობს ეთერიუმის ETF-იც ამერიკაში, შესაბამისად კომპანიებსაც და საპენსიო ფონდებს და ბევრ ინვესტორს შეუძლია რომ ეთერიუმი ამ გზით იყიდოს, როგორც ბიტკოინს ყიდულობდა. აქამდე ამას არ აკეთებდნენ, თუმცა ეხა უკვე რეკორდული ფულის შესვლა
გვაქვს Ethereum-ში და შესაბამისად Ethereum-ის ფასი ზევით იწევს. ასევე შეიქმნა რამოდენიმე კომპანია, რომელიც ყიდულობს Ethereum-ს და ქმნის Ethereum-ის რეზერვს. ანუ როგორც Bitcoin-ის რეზერვი აქვს რამოდენიმე კომპანიას, იგივეს ვხედავთ ახლა Ethereum-ში. მასშტაბი იმხელა არ არის ჯერ როგორც Bitcoin-ში, თუმცა რამოდენიმე კომპანია ღიად იძახის, რომ უნდა რომ 1% Ethereum-ის არსებული რაოდენობის კონდეს კომპანიაში გაერთიანებული, რაც უკვე სერიოზული ნაბიჯია. კიდე რომ გადავხედოთ, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ Ethereum არის ეგრეთ წოდებული proof of stake blockchain-ი, ანუ უნდა დაასტეიქო შენი Ethereum-ი და სარგებელი მიიღო. ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია კრიპტოსამყაროში და ეხლა ვხედავთ, რომ ის მოთხოვნა, რომ Ethereum-ი დაასტეიქო, ხო, ან მანდ არის რიგი რეალურად, ესე არ არის, რომ ყველა შეუძლია, როცა უნდა ეგ გააკეთოს. ეს რიგი არის 8 დღეზე გასტილი, ანუ დღეს რო გქონდეს 32 Ethereum-ი, რაც მინიმალური რაოდენობა სტეიკინგისთვის 8 დღეში რეალურად შეძლებ რომ დაასტეიკო და მე ამ 8 დღის მერე მიიღებ სარგებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ გზევადიანად ინვესტორები დაინტერესებულები არიან, რომ ეს Ethereum-ი ქონდათ ჩაშენ ბლოკჩეინზე მიცემული, რომ რეალურად რაღაცები გამოიმუშაოს, ამ მეტი Ethereum-ი. და ასევე BlackRock-მაც, რომელიც ფლობს ყველაზე დიდ ETF-ს Ethereum-ში, იმათმაც გადაწყვიტეს, რომ დაამატონ სტეიკინგის ვარიანტი და ამერიკის მთავრობა და ცენტრალური ბანკი თუ Federal Reserve თუ მისცემს ამის უფლებას, რეალურად არსებული Ethereum-ი, რომელიც არის BlackRock-ის ETF-ში, ისიც კი გამოიმუშავებს სარგებელს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის Ethereum-ის ETF-ს. ხო, ეს რაც შეეხება Ethereum-ს. ეხლა გადავიდეთ მესამე თემაზე, რომელიც არის alt სეზონი და altcoin-ები. ამ კვირაში და წინა კვირაში ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დიდი ზრდები altcoin-ებში. პირველ რიგში ეს იყო Ethereum-ი და როცა ჩვენ ვნახულობთ blockchain-ის coin-ზე ზრდას, ეგ ხშირად ნიშნავს იმასაც, რომ არსებული coin-ები, რომელიც არის ამ blockchain-ზე, ისინი სარგებლობენ ამ ყველაფრით და ეს მოხდა Ethereum-ის შემთხვევაშიც და მქონდა საკმაოდ დიდი ზრდები. ასევე გაიზარდა ბევრი სხვა coin-ი, როგორც არის Solana და meme coin-ები და ასე შემდეგ. თუმცა ამის მერე მოხდა პატარა ბაზრის გაჩერება და რაც სწრაფად ადის, ის სწრაფად ქვევით ჩამოდის და შესაბამისად ფასის კორექციაც მოხდა და ბევრი altcoin-ის ფასი დაუბრუნდა ან იმ ფასს რაც იყო, ან ცოტა მზე მეტი ღირს, ზოგი კიდევ უფრო ქვევით ჩამოვარდა. ეხლა ხშირად ვლაპარაკობთ, ხო, ამ alt სეზონი იქნება, არ იქნება, მაგრამ რა არის რეალური alt სეზონი? ხო, რეალური alt სეზონი არის ის, რომ ბევრი coin-ის ფასი ისე ზევით მიდის, რომ ცოტა არარეალისტური ხდება, რომ ეს კომპანია, ან ეს coin-ები ამდენ ღირებულებას წარმოადგენენ. ამ სიგიჟეში ჩვენ არ შევსულვართ ჯერ და რეალურად alt სეზონის დაწყებიდან კიდე შორს ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი coin-იც კი ჯერ არ ასულა all time high-ზე, ანუ უმაღლეს მაჩვენებაზე, რაზეც ყოფილა. იქნება თუ არა ეს alt სეზონი ესეთი გიჟური, რამოდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ blockchain-ი რამდენად გაიზრდება, ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით, რომ Ethereum-ის ფასი გავა ახალ all time high-ზე, Solana-ს ფასი დაუბრუნდება $250, მაშინ უკვე ამ არსებულ coin-ებზე მივიღებთ კიდევაც alt სეზონს. მაგრამ რომელ coin-ები იქნება ის პოპულარული თუ არა, ეგ უკვე სხვა საკითხია. ერთი კიდე საინტერესო სეგმენტი არის ძველი coin-ები, ძველი blockchain-ები, მაგალითად Algo, შეიძლება ეს იყოს Litecoin-ი, Tron-ი და ასე შემდეგ, რომელიც უკვე დიდი ხანია Stellar-ი, რომელიც დიდი ხანია არსებობენ. არ აქვთ და Cardano პირველ რიგში, არ აქვთ დიდი ჩართულობა მოხმარებისგან, მაგრამ იმიტომ რომ ხელმისაწვდომია ყველა ბირჟაზე პრინციპში საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც სასოფლიოში ყველგან, შესაბამისად მარტივი საყიდელია ბევრ ადამიანებისთვის და როცა უკვე შევდივართ იმ ამბავში, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობით ერთვებიან ამ პროცესში, ამ coin-ების ფასის ზრდასაც ვხედავთ, თუმცა ჯერ ესეც არ მოხდა. შესაბამისად ჯერ alt სეზონი არ გვაქვს, არსებობს გარკვეული მოლოდინი, კარგი ხანია უკვე არსებობს და სავარაუდოდ alt სეზონი მაშინ მოხდება, როცა არავინ არ ველოდებით და შესაბამისად მიჭირს ზუსტად თქვა რა და როდის იქნება. ეს იყო ჩვენი სამი ძირითადი თემა, რაც ამ კვირაში მინდოდა საუბარი. როგორც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ კომენტარებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ ვიდეო და იქით კვირაში დაგიბრუნდებით. მადლობა დროებით.